საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით 24 წლის წინ აღდგენილი ძველი ტრადიცია არც წელს დაარღვეულა. თბილისსა და რეგიონებში საშობაო მსვლელობა ალილო გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები დედაქალაქში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით მივიდნენ. მომლოცველებმა სამების ტაძრამდე გზა საგალობლებით გაიარეს და საშობაო ნობათით შეაგროვეს. მათ შორის ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებსაც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში გადაანაწილებენ. მართლმადიდებლებისთვის დღევანდელი დღე დიდი დღესასწაულია. განახლების უკეთესი მომავლის, იმედისა და რწმენის ზეიმი. უძველესი დროიდან შობის დღესასწაული მომლოცველთა და მგალობელთა გუნდის მსვლელობით აღინიშნებოდა და ამ მსვლელობას ალილო ერქვა. ალილო შობა თენდება, ახალი წლის სიხარულს რა შეედრება. 2000 წლიდან კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ეს ტრადიცია აღდგა და წელს საშობაო ალილო 25-ით ჩატარდა. განსაკუთრებული ზეიმია ამ დღეს კაცობრიობას მოევლინა მესია იესო ქრისტე და გვეხარა ამით, რომ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, რომ ღმერთთან დაბრუნებულიყო. გილოცავთ ქრისტესობას. ამაზე დიდი სასწაული არ მომხდარა არც უხილავ და არც ხოლმე სამყაროში, როგორიც არის ღმერთის განკაცება. და მიზეზი ამისი არის ისე შეიყვარა ღმერთმა ადამიანი, რომ თავისი თავი გასწირა სიკვდილად, ჯვარცმად და აღდგომად და ამაღლებად და ამით დაგვიბრუნა ჩვენ ეს მარადიული ნეტარი სიცხლის ცხოვრების საშუალება. ეს დღე განსაკუთრებულია თითოეული ქართველისთვის და მით უმეტეს ეს ტრადიცია, რასაც აგერ უკვე მე რამდენი წელია ვასრულებთ მთელი ქალაქის მასშტაბით, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ალილოს მსვლელობა განსაკუთრებულად თუნდაც პატარების ჩართულობით, უფროსი ადამიანების ჩართულობით განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. შობის წირვა ლოცვის შემდეგ მორწმუნეებმა დღის 2 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან საზეიმო მსვლელობა გამართეს. გალობითა და თეატრალიზირებული მსვლელობით მიალილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ, სადაც ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისი აღავლინეს. მსვლელობას ანგელოზების ფორმებში ჩაცმული პატარები მოუყვებოდნენ. სახარების მიხედვით სწორედ ანგელოზებმა ახარეს პირველად წყემსებს, რომ იშვა მესია. მათ წყემსის ფორმაში ჩაცმული ალილოს მონაწილეები მოუყვებოდნენ. ვარსკვლავებისა და მზის გამოსახულებით ხელში კი მათ მიალილეები, მოგვები და სტიქაროსნები მოუყვებოდნენ. მსვლელობისას მათ მოქალაქეებით შემოუერთდნენ და ალილოს მონაწილეებს საჩუქრები და საშობაო ნობათი გადასცეს. ძალიან მიხარია, რომ ვარ ალილოს მონაწილე და გამოწყობილი წყესის ფორმაში, რადგან პირველად მათივია ეს და სულ მინდოდა რომ მე შევიცვა, მთელი სულით ველოდებოდი, რომ ის გავიზრდებოდი, რომ ჩამი წყესის ფორმა, რადგან პირველი წყესი მაგაიგეს უფლის დაბადების ამოვიდა, პირველი წყესები მიეგებდნენ მას. დიდი სიამოვნებით ღებულობ მონაწილეობას ალილოს მსვლელობაში. ღმერთმა ქნას, რომ ყველა ადამიანის გულში ქრისტე დაიბადოს. მე და ჩემი შვილები ბოლომდე ავდივართ სამების ტაძარში და სრულიად საქართველოს გილოცავთ. ბედნიერება, სიკეთე, ღვთისწყალობა არ მოკლებოდეს. მეორე წელია, რაც ალილოზე დავდივარ. და არ ვიცი, ძალიან მიხარია აქ ყოფნა და ჩემთვის აქ ყოფნა ყველაფერია და ყველაფერს ნიშნავს. გილოს შობა ახალწელს და გისურვებთ, რომ ეს წელი შენიერად და გახარებულად გაატაროთ. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მიალილეებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დეპუტატები შემოუერთდნენ. პარლამენტის სახელით საშობაო ნობათი გადასცა ალილოს მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. საკრებულოს სახელით კი მიალილეებს საჩუქრები მიუტანა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. პრეზიდენტის სახელით საშობაო საჩუქრები მსვლელობის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა გადასცა. თითოეულმა მათგანმა საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცეს. სრულიად საქართველოს გილოცავთ შობის დღესასწაულს. მიყვარხართ ყველა და მინდა რომ დღევანდელი დღე იყოს საწინდარი ჩვენი გაერთიანების. მშვიდობას უსურვებთ სრულიად საქართველოს. ეს არის უკვე მრავალწლიანი ტრადიცია ჩვენი უწმინდესის კურთხევით და ძალიან დიდი პატივია რომ ვიღებთ მონაწილეობას. ზოგადად მინდა რა თქმა უნდა დღევანდელი დღე მიულოცოს სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული, რომელიც უკავშირდება სიკეთეს, განახლებას, სიყვარულს და ჩვენს ქვეყანას უსურვო მშვიდობა,
გაერთიანება, გამთლიანება. ჩვენს გილოცავთ ალილო არის შესანიშნავი ტრადიცია, ახარებული ბავშვები და ლოცვა სიყვარულისთვის, გაერთიანებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის ეს არის მისასალმებელი. ეს მნიშვნელოვანი დღე არის ქრისტიანულ სამყაროსთვის. ჩვენ გუშინ დავესწარეთ საშობაო ლიტურგიას, მოვისმენთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, რომელიც პატრიარქს ჰქონდა წლევანდელ ეპისტოლეში, ამპარტავნობა, ეგოიზმი, ეს არის ის, რაც უშლის ადამიანს, რომ იფიქროს საერთო სიკეთეზე და იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ეპისტოლის ამ მოწოდებას გაიაზრებს ყველა. ქრისტეშობის დღესასწაული ტრადიციული ალილოთი აღნიშნეს რეგიონებშიც. ქუთაისში სასულიერო პირებმა, ქრისტეშობის მაღარობლებმა, მორწმუნეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ბათუმში წელს ყველა ტაძრის მრევლმა მსვლელობა ცალ-ცალკე გამართა. ტრადიციული ალილო მოეწყო მარნეულში, გურჯაანში, ზუგდიდში და გორშიც. მსვლელობა ჩვენ დავიწყეთ სადგურიდან, მოვედი საკათედრო ტაძარში, ძალიან გვიხარია ჩვენ ერთად ყოფნა და შობის დღესასწაულის აღნიშვნა და თქვენც მოგილოცავთ ყველას. ჩვენ ვიღებთ ალილოს ცერემონიაში მონაწილეობას და მე ძალიან მიხარია, ჩემთვის ერთ-ერთი პირველი დღესასწაულია ალილო და ყველას მოგილოცავთ, რომელს დაესწარით, ნოშობა ახალწელს. დღეს არის შობა, საქართველოსთვის ყველაზე ბედნიერი დღე და ვსვლელობთ მღერით, ვლოცავთ მთელ ქალაქს. დედაქალაქში შეგროვებული საჩუქრები რამდენიმე დღეში სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის მოხუცა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში გადანაწილდება. რეგიონებში შეგროვებულ საჩუქრებს კი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგებენ.